რატო დავაგვიანეთ თან გითხარით? მე ჩემ გამო? ანუ შენ არ დავაგვიანე? გოგო ორი ყველაზე ძალიან შენ გააჭაჭრე. ანუ გეხვეწები ხა 2 საათია იბან. ფეხზე წავედი, მე 10 წუთი ვიჯექი, სხვა რა. ანუ ეგ ყველაფერი რამდენი ხანი იყო? 20 წუთი. ეს მალე გაიმზადა. ეს უნდა აღნიშნოს, რომ მალე გაიმზადა. ამ წამს ვიყოფეთ ტეშტის მხარეს. დიახ. უნდა გადავიდეთ ულამაზეს ხიდზე, რომელსაც ყავს ლომები, თავში და დასაწყისში. აჰა. და გადავდივართ ბუდას მხარეს, ჩემ ძველ სამეზობლოში. და რას ვაკეთებთ ამ ბუდას მხარეს? კესელზე მივდივართ დღეს მართლა? რავი, არა. ოკეი, წავედი. კესელ. ნუ მაქეთ კენ რა. ხო. დავიწყებთ ტურისტულად, გამოგადავდით. დავიწყებთ ტურისტულად, გავაგზავნებთ ლოკალურად. კი ბატონო. გვინდა რომ მეტრო გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ვიყიდე. პირველი მეტრო, პირველი ევროპაში ეგ, M1? ანუ ცირეზე ამბობ. აქ არის პირველი. გრძნობთ რომ არ გამოვიყენეთ და გვინდა რომ გამოვიყენოთ. ეხლა გამოვიყენთ, იმიტომ რომ აღმართი ძალიან მეზარება ალბათ თქვენს. და ავიდეთ ავტობუსით. კი, სწორია. ჩვენც ავტობუსით ვიყავით, ადრე რო ვიყავით, მე მგონი ხო? ბუდელები უფრო პეროგაყრილები არიან და ფიქრობენ რომ ძალიან ელიტა. ეს არის ბუდელები არიან, პეროგაყრილები? დაჟე ჩემი წინა ლენდლორდი მაგის სახლში გადავედი ბუდაში. აქამდე საცხოვრებთ რო იკითხა ჩვენ ბლაჰა არის, ანუ იცი ბლაჰა, ბუდაპეშტში ვცხოვრობ, ანუ ვერ აცდები. თუგინა მე მეჭირება, თუგინა შენ დაიჭირე. დავიჭერ. ვერ აცდები ბლაჰას ბუდაპეშტში. და ქალმა ვაიმე, ანუ 80 წლისაა, mind you. ვაიმე, არ ვიციო ბლაჰაო, არასოდეს არ ყოფილარო, არადაო, მთელი ცხოვრება აქა ვარო, უნივერსიტეტიო, ყველაფერიო, ბოლო 20 წელი მგონი კანადაში იყო. ძალიან სნობი, აი სნობები არიან ბუდელები, მართლა. ვაი, გადავიდეთ რა. ესე საფრთხეა. ინფრასტრუქტურულად უფრო გამართული აქვს ყველაფერი, მაგალითად ზესტაფონში, ქალაქში და არა სოფელში, ზესტაფონის სოფელში, ქალაქში 2 წლის წინ გამოიყვანეს წყალი და ჩემ სოფელში დღემდე არ არის წყალი. გამარჯობა. და ეს წყალი 24 საათიანი არ არის, მხოლოდ დღის პირველ ნახევარში მოდის. 4 საათამდე. ეგ კასტის მერბას თქვა რომ ესპანეთში არა. შენთანაც ხო არ, შენთან ცხესია. შენთან უკვე გამოიყვანეს. ოკეი, მაგრამ ძალიან ეხლა. ტყიბულში 1 წლის წინ გამოიყვანეს. მაგალითად, აქ აუშოფლებში ეს კონცეფცია არ არსებობს. ვეხა ძალიან რენდომად გამახსენდა, რომ 3-4 წლის უკან ვიყავით. მე და ჩემი მეგობრები აქ და რაღაცა ფერით რო შეინოვდით მდინარეზე, აი ამ ხიდის ქვეშ რო გაძროვი, მოკლედ ეგეთი ტრადიცია რომ რამე სურვილი უნდა ჩაიფიქრო და აგისრულდებაო. მე ეგეთი რაღაცების არ მწავს, მაგრამ მაშინ მახსოვს შავიფიქრე რომ იტალიაში მინდოდა სასწავლებლად გადასვლა და სხვათა შორის ამიხდა ეგ სურვილი, ახლა მქონდა ეგ რეალიზეიშენი და მე მგონი ამ ჩამოსვლაზეც ვცდი და რამე შავიფიქრებ. თან რაღაცა მსგავსი სურვილი, მაგრამ თათ მსგავსი არ არის, მაგრამ ნახოთ მე დაგავდეიხეთ. ჩემძო საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მდებარეობს ბუდას მხარეს. პირველ დისტრიქტში. მე კი ვცხოვრობდი აქაურ 0 სართულზე, მაგრამ თუ ამოხვალ აქ ბოლომდე, გვხვდება პარლამენტის ხედი. იქეთ ბაზილიკა, აქეთ მოვიდა. პირველად რომ მოვიდომე, აქ ამოსვლა მეთქი ვაუნეტარა ხდება, იყო 9 წლის მერე რაც აქ ცხოვრება დავიწყე და გამოვიყენე ის კიბე. ეს არის კიბე ასევე. კოშკური კიბე. და მე ხომ ვერ გავთვალე რომ სართულზე ვიყავი და ავედი ბოლომდე და ეგრევე აღმოჩნდი იმ სახლის living room-ში. კი. და მე რავი გამოვიქეცი, მე დებილმა აქ შემოვედი ეგრევე და ის კაცი მე ფანჯიდან მიყურებდა. და ძალიან კაი აღმოჩენა იყო, მაგის მერე ყველა აქ დამყავს. ბუდაპეშტს აქამდე და ზოგადად უნგრეთს ძალიან აგდებულად ვუყურებდი და
რავი, ანუ მე მგონია რომ ეს ქალაქი ყველაფერს გაძლევს. რაღაც მომენტში ხა მე შეიძლება იმის გავლენის ქვეშ ვარ, რომ ჩემი მეგობრები ცხოვრობენ და ძალიან ისეთი ადგილები მანახეს, რისი ნახვის სიამოვნებას თქვენ არ გექნებათ, მაგრამ still მე მგონია რომ ძალიან კაია. შენ რა სიტყვი ხენ უკვე? მე თანხმება. ახლა შემოგვიერთდა ჩვენი მეგობარი ბურდილა, რომელსაც ჰქონდა სამსახურებრივი პრობლემები და ახლა იგი გვესაუბრება ამ სამსახურებრივ პრობლემებზე. ისმენთ. მე ვარ highly educated migrant და ჩემი სამსახურებული პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ლეპტოპმა shutdown-ი გააკეთა და offline work-ები წამეშალა. და წავედი IT work გამიკეთა ორშაბათს. მე უფრო ორი სიტყვით მინდა რომ გეთქვა, მაგრამ უკვე detailed გვაქვს შენი სამსახურებრივი პრობლემა. ხო. და ახლა გითხარ კი სად მივიდივართ და რა უნდა ვჭამოთ? ახლა მივიდივართ უნგრულ რესტორანში. უნდა ვჭამოთ langos, Hungarian flatbread. და ზედ აქვს დაყრილი რაღაცები, sour cream, garlic, chicken, whatever. და langos, ეგ langos და gulyas. არის აქაური соузи სუპი. გულიაშ? ლაკოშ გულიაშ. შენ? და ჩემსაც რა ქვია, არ ვიცი ეს რა არის? langos. Right. ორივე გავს. რამდენ ქულას დაუწერდი? ჩემ meals 5. და რა არ მოგეწონა? ხოშე რა არის შენი კერძი რო გითხრა? გულიაშ ხომ? Yes, მარა ingredients. ყველას რო გასაგებია. соузи, ანუ საქართველოში საკეთებენ გულაშს. მე როგორც არა გურმანი ადამიანი. Literally соузи არის გულაში. და რა არ მოგეწონა? ანუ it was not flavorful, აი რა იყო რაღაც გემოები არ თამაშობდა. Okay. ჩემ კერძს ერქვა langos. langos, რომელიც იყო ყველაზე boring, იყო რაღაცა ცომი, deep. შენ I'm boring, yes. მე ვარ boring ჭამაში, ამას ვადასტურებ მეც და მოყვები. ყოველთვის აქ კაცი უნდა იყოს, უნდა კროზე რაღაც მაგ. კაი. Yes. Yes. კერას ისე. ჩვენ ვჭამთ გულიაშ. ეს თქვენი ორი კერძი იყო ჩვენთან გაერთიანებული. Literally. Would you like a coffee or dessert? No, thank you so much. და ძალიან მოგეწონა. ჩვენ მქონდა beef gulyas langos და chicken paprikash langos. და გავიყავით. ცადეთ ორივე. და მოგეწონა? No. ხო. ჩაც რა. ასთან ვეღარ ვთქვა. Solid 7. შეიძლება. ხო, ცოტა შორის ერთი მართლა აღონდეს, მაგრამ ის ნახე რაღაც TikTok-ზე შემხვდა, რომ მეცნიერ რაღაცა კლევა დაიდო, მოკლედ რომ ანუ როცა რაღაც ვიღაცაც რაღაცა არ მოსწონს, აი ვერ წყვეტე ყოველთვის ძალიან 7. კი. ხო და რო ამოიღო 7 რო ამოიღო რეალურად არის 4. არა, 4-ს მე არ 5-ს დავუწერე. წერთ ყველა პონჩი. არა. 7 რო არ იყოს, მე 8-ს არ 8-ზე აწევდი, 6-ს შვიდი აწევდი. როგორ მე მომატებდი იმ შემთხვევაში თუ მეტი მარილი ექნებოდა. და ეს ცომი იქნებოდა ცოტა crispy. მაგრამ მგონი არ არის crispy langos вообще. ხო. რაღაცა თემა რო ჩამოვარდეს, რაღაცა თემაზე რო ლაპარაკობდეს და მე რაღაცა არ თქვა, ნახევარი თქვა იმის რომ ეხლა თუ დრინკერზე წამოხვედი, ხო იცი რომ მე წამო. ანუ რესურსები რაც ახარ წამოდეს და არა, просто მენტალურად მზად იყავი, იქით წამოხვავთ ხო და რა. Well, I can say no very easily. არა, guys, ან თუ ეწარმოდგეთ რამდენი მაგასაკეთებელი. გოგო, თქვი მეზარებაო. მეზარება, იმიტომ რომ ვიცი რომ ხვალ უნდა ავდგე, უნდა შევხვდე საშას და მე ვიმუშაო. ანუ ან დოჟ ეხაც უნდა ვიმუშაო, მაგრამ I will ანუ დღეს რა თქმა შაბათკვირა მოდის. ეს უცხელაო, შენ რო გწერო და ვა მეთქი რა ვქნა მაგაზე თქო. ჩვენ და უნებურად ისეთი თემები დაიდროფა, ცოტა სკანდალები აქვს, ამიტომ ეს სახლში განსახილველი თემა არ არის და მივდივართ ბარში. დღეს მე ეჭვება რომ კიდე რამე გადავიღო, ამიტომ შემოგიერთდებით ხვალიდან. ხვალ ძალიან აქტიური დღე გვაქვს მე მგონი და მინდა რომ ყველაფერი განახოთ თქვენს. Bye. ხალხო, ნუღა განიხილავთ, წავედით. აუ, გავემზადო. შეხედე ფესს. დღეს ბუდაპეშტში გვაქვს ძალიან მზიანი დღე.
და ძალიან კმაყოფილი ვარ ამით, იმიტომ რომ წინა ყველა დღე იყო ძალიან რაღაცა ღრუბლიანი ნისლი იყო მთელ ქალაქში და თითქმის შეუძლებელი იყო წესიერი ფოტოს გადაღება. მზემ გამოანათა. მივდივართ ტყეში. ორი ვარიანტი გქონდა, ერთი იყო ბუდაპეშტთან ძალიან ახლოს რაღაც სოფელი, მარიამის მეგობრის დედა ცხოვრობს მაგ სოფელში და ძალიან ლამაზი ტყე გქონდა, მაგრამ ძალიან გვიან გავიღვიძეთ, ახლა უკვე 3 საათია და მზე მალე ჩავიდო და ასე რომ აზრი აღარ გქონდა მან წასვლას. ამიტომ მივდივართ თავად ბუდაპეშტის ტყეში, მაგრამ მანამ ტყეში წავალთ, უნდა ვჭამოთ ბეიგელები. რაღაც ძალიან გემრიელი ადგილია და ახლა მარის მივყავარ. და ვნახოთ. ანუ ეს სათვალე დამოვიწყდა საერთოდ რაღაც ესეთ სათვალეებში. თავს ძალიან არაკომფორტულად ვწნო, იმიტომ რომ ეს სტილი აბსოლუტურად არ არის ჩემი. მაგრამ დღეს რაღაცა მომინდა. You've troubled me alone. Oh my, another fork in the road. Alone and she knows that you'll grow to be just like me. ესე გამოიყურება ჩვენი ბეიგელები. მე ავიღე veggie, avocado and walnuts. ეს არის რარი? ორაგული. და შენი? თუ შეიძლება გჭირს. ამოვედით მეგობრებო და ისე მეძინება და ისე ცივა. მაგრამ ვერაფერს ვერ ვამბობ, იმიტომ რომ წუწუნში მაქვს სახელი გატეხილი. აი ესეთი გარემოა აქ. რაღაცა ცენტრიდან არის დაახლოებით 40 წუთი ავტობუსით და ხალხი ამოდის სასრიალოდ, რაღაცა ტყეში სასეინოდ. რაღაცა მინი ბაკურიანი აქვს ქალაქშივე და ძალიან კაია. ასევე მინდა ვთქვა, რომ აი ბუდაპეშტზე ძალიან დაბალი წარმოდგენა მქონდა. ცუდი წარმოდგენა მქონდა, აი დაბალი წარმოდგენა არ ვიცი რა არის. და ანუ მინდა ვთქვა, რომ ანუ ამ ქალაქმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. წინა ჩამოსვლაზე არ მქონია მე ამდენი აქტივობის კეთების ფუფუნება და რაღაცა ძალიან ტურისტულ ადგილებში დავდიოდი ხოლმე და ეხა აი რავი, საერთოდ ყველაფერი აქ ამ ქალაქს. აი აბსოლუტურად ყველაფერი. თან ძალიან ძვირიც არ არის. მithumetes ახლა ბავშვები ვინც გავიცანი აქ და ნუ ჩემი მეგობრებისაც ვინც მყავს, აბსოლუტურად ყველა ანუ განათლების მერე ან უნივერსიტეტი რო დაამთავრეს, მუშაობაც დაიწყეს. ეგეთი რაღაც აი მაგათად იტალიაში მე იტალიური ბექგრაუნდით ვარ. იტალიაში ეგეთი რაღაც არის წარმოუდგენელი. ან თუ წარმოსადგენია, აი ისეთ მინიმალური ანაზღაურებით, რომ აი რავი. და რავი, ეს ქვეყანა მე მგონია რომ რაღაცას გთავაზობს. რავი, მე მომწონს ძალიან. მარიამ შეუბნები რომ უნგრელს გავხართქო და ეგ შეურაცხყოფელია ჩემთვის და თქვენ რას ფიქრობთ? დამიწერეთ კომენტარებში, მოიხედა. აი უნგრელი ხარ სვეტში? აი ეხა კი ვია. რატო? ევროპელი წყული იყო. ზუსტად. აიყო? ევროპელი წყული. ესე იგი ხალხო, ჩემო მეგობრებმა ეს ყველაფერი დატო. ჩემო მეგობრებმა წიხლი მიკრეს ვიდეოზე და აი თქვათ ბოლომდე არ მიხეს, მაგრამ შენი ვიდეოთი ის ტყის მნიშვნელობით. ეხლა ამოვედით ჩვენ ბაკურიანში და მივირთმევთ ყავას და მინდა რომ ეს განახოთ. ხენუქ მითხარი ეს რა არის? ეს არის ამათი ტრადიციული სვიტს. და ამაში არის აიცა. ოკეი. ესე იგი ეს არის შოკოლადი. არა, pop-isi with plum. ქართულად რო გამომწერება? Pop-isi როგორ არის? ქლიავის ქლიავი და pop-isi. რაღაც ისინი რა 2 hours later. თესლები. თესლები, როგორც ქლიავი და რაღაცის თესლებისგან შედგება. Pop-isi, იქ ვიციან, pop-isi. Poppy seed. აუ არ მიცხრეთ ეს რა. ხო, კი, კაია.
აფიქებ. აქ არ ვაფეიქებ. ახსენე რომ აქ ფოფისი არის ბევრ პრეცო კაცში. რატო უნდა დავაფეიქო მიხდიან თუ რა? გადამიხალონ და მძაფე არომატი არ აქვს როგორ ის ვიზუალი. აი სუნიც არ აქვს რაღაცა ისეთი. რო შეხედავ იმდენი რაღაცა ირევა შიგნით რომ გონენ ძალიან ბევრი რამეა, მაგრამ вообще რა. ნინო ჩხეიძესთან ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდით. ყველაფერს ნახავს, მაგრამ აი ჯერ ის სუნამ რატო გამოუშვა და მეორე ანუ ეს საუნდტრეკი რატო გავუკეთა რეკლამად რომ ეს არის ნიო პარფიუმ ნიო მაგას ქონა ბრენდი თავიდანვე რატო და მაგას აქვს ნიო სტუდიო და საერთოდ ყველაფერი ნიოა მე იყო ქუდების ბრენდი ქონა ნიო და რაღაცა ბრენდი გააკეთა არა სხვა შეიძლება ძალიან კაი შვილი ყავს ანუ თან აზზე მოსულა განათლებული გოგოა შინელი მომღერალია, აი მენე საშინელი. ნინო ხო მაგრამ რაღაც მომენტში დონეს დაბლაწევს ხანორი. არა ცოტში მაგრამ ხო მაგრამ აქვე ვთქვათ რომ ანუ ნინო არის ჩხეიძე ის ადამიანი რომელსაც არავის არაფერი არ დაუშავებია არასდროს აი რას ვამფიცი აი ცუდი ფიგურა არც კარგი არის ყოფილა მაგრამ ცუდად არასდროს არსად არ ყოფილა მაგის გამო ხო არ უნდა დავაფასო? არა არ ვაფასებ просто ფაქტ და მუსიკაც რავი ჩემეზეთ რაც დაკვეთა აქვს მშვენივრად ასრულებს მაგას ანუ გეხვეწებით კი მიდი რა ქართულ რეალობაში რამდენი იცი ვინც ყრუ არ არის მე ნინო ჩხეიძის დამცველი რატო გამოვედი არ ვიცი მაგრამ ნუ რა ვიცი მაინც უფასებ ყველაფერს ასე აკეთებს ხა მე არ უსმენ სხვა უსმენს ხო თავარდები არ ჩავარდები. შოქშია ძამძამს შოქშია ეს რა თქმა შოქშია როგორ ებსაკეთებს ანა ხესაწონიანი ახლა ხო და სულ აუ ცუდად მართლა რაზე? აუ აი მართლა ცუდად